ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ რამდენიმე პროგრამა, რომელიც იმედი მაქვს დაგეხმარებათ ინგლისურის სწავლაში და ეს კონკრეტულად იქნება ახალი სიტყვების ათვისებისთვის. თქვათ არის ვიდეო, რომელსაც გინდათ უყუროთ და სანამ დაიწყებთ ყურებას, ერთ-ერთი გზა არის, რომ მოემზადოთ ამ ვიდეოს საყურებლად. მომზადებაში გულისხმობ ნახოთ ის სიტყვები, რომელიც შეგხვდებათ ვიდეოში და წინასწარ გაეცნოთ მათ განმარტებებს. ამისთვის რა გვჭირდება? პირველ რიგში გვჭირდება რომ ავიღოთ ამ ვიდეოს ტექსტი, სუბტიტრები, ასევე ტრანსკრიფცია ეძახიან. ამის ერთ-ერთი გზა არის რომ პირდაპირ YouTube-ზე აიქ რომ დააჭიროთ სამ წერტილზე, არის Open Transcript, ამას რომ დააჭერთ, გამოჩნდება ყველა სუბტიტრი. ესე შეგიძლიათ მარტივად ძალიან ჩავიდეთ ქვემოთ, ესე მონიშნოთ ყველაფერი აქ. დააკოპიროთ და მე ვნახავთ პროგრამას, სადაც ხდება ამის ანალიზი. რამ თქვათ, მოუხერხებელია, ხო, ესე მონიშნოთ სიტყვაზე, არ გაქვთ მაუსი. მეორე გზა რომ გადმოწეროთ სუბტიტრები, არის ესეთი გაფართოება. თითქოს ესეთი ბევრი სხვადასხვა პროგრამა და საიტი არის, ერთ-ერთი ეს არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხო, ამავე და მეთქვა, რაც გაჩვენებთ აქ საიტებს და რესურსებს, ქვემოთ ვიდეოს აღწერაში იქნება ბმულები. ასევე ვფიქრობ, ალბათ სარჩევსაც გავაკეთებ, საერთოდ გრძელი ვიდეო გამოვა და შეგიძლიათ სარჩევით გადახვიდეთ იმ ნაწილზე, რომელიც გაინტერესებთ. ხო, ეს გაფართოება არის, როგორ მუშაობს, რომ ახლა გვახსნილი ვიდეო, ახლა დავაჭიროთ ამ გაფართოების ღილაკს, და გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია გადმოწეროთ სუბტიტრები. შევარჩიოთ ფორმატი, ამ შემთხვევაში ტექსტურ ფორმატში გადმოწეროთ და შევარჩიოთ რომელი ენა გვინდა. ავიღოთ ინგლისური. და ჩვეუბრალოდ გადმოვწერთ ამას. ახლა გადმოწერის დროს რატომღაც არ მიჩვენებს ფორმატს. ამიტომ ბოლოში უბრალოდ დავამატებ, რომ ეს არის ტექსტური ფაილი და შევინახოთ. კი ბატონო, ეს არის, ახლა ეს რო გავხსნათ, გვაქვს უკვე ეს ვიდეოს სრული ტექსტი. ახლა აქ რას ვაკეთებთ? ამას დავაკოპირებთ და გვჭირდება ეს პროგრამა. რას აკეთებს? ახლა რო ჩავაგდოთ აქ, ვნახოთ. ეს პროგრამა ანალიზს აკეთებს სიტყვების, წინადადების და გვიჩვენებს მარტივად რო ვთქვათ, რამდენად რთული ტექსტი არის. ახლა გვიწერს რომ ეს ვიდეო, ეს ტექსტი არის სადღაც C1 დონის სირთულის. და აქ გვთავაზობთ რამდენიმე სიტყვას, რომელიც ამ ტექსტის სხვა სიტყვებთან შედარებით უფრო რთული არის და გვთავაზობს რომ ეს ვისწავლოთ. სანამ გავაგზავნებ თვითონ პროგრამაზე საუბარს სხვა ფუნქციებზე, მინდა დავაზუსტო რა იგულისხმება ზოგადად სიტყვის სირთულეში. ერთი ეს გრაფიკი მინდა მოვიშველიო ამისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ეს NGSL პროექტი რაც არის, რაც იშიფრება როგორც New General Service List, ეს არის მარტივად რო ვთქვათ, სიტყვების სია და ეს სიტყვების სია არის შედგენილი მილიონობით სხვადასხვა ინგლისური ტექსტის გაანალიზებით. და შეხედეთ აი ყველაზე ხშირად ამ ასე ვთქვათ ერთობლიობაში ინგლისური მასალების ყველაზე ხშირად რა სიტყვები ხვდება. და აღმოაჩინეთ, რომ აი დაახლოებით ესეთი 2800 სიტყვა, რომელიც რო იცით, რო გესადინებათ, ფაქტობრივად შეგეძლებათ ნებისმიერი ინგლისურენოვანი მასალის იქნება ეს ვთქვათ წიგნი, ვთქვათ რაღაც სტატია, ან ვთქვათ მით უმეტეს ვთქვათ თუ იქნება რაღაც ვიდეო, ტელეგადაცემა, ვთქვათ ენა შედარებით უფრო მარტივი არის ასე ვთქვათ. შეგეძლებათ სადღაც 87%-დან 94%-მდე ამ მასალის გაიგოთ. ანუ საკმაოდ ცოტა გამოსადეგი ერთობლიობა არის სიტყვების. და ისევ სირთულეს რო დავუბრუნდეთ, მაგაზია საუბარი, რომ თუ სიტყვა მარტივია, იგულისხმება, რომ ის საკმაოდ ხშირად ხდება სხვადასხვა ინგლისურენოვან მასალაში. თუ რთულია, ესე იგი საკმაოდ იშვიათად ხდება. ესაც ზოგადი ინფორმაცია უშუალოდ ამ პროგრამებთან ესე პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ვიფიქრე რომ კარგია ეს, ვინც თქვათ ესე ახლა ეცნობით ამ ინგლისურის სწავლებას, გამოსადეგი იქნება ეს რო ვიცოდეთ რომ არსებობს რაღაც ანუ სიტყვები განსხვავდებიან იმის მიხედვით თუ რამდენად გამოსადეგი არიან. ხო და თუ თქვათ გინდათ რომ სწრაფად დაეუფლოთ ინგლისურს, ჯობია რომ ყურადღება მიაქციოთ იმ სიტყვებს, რომელიც ჯობია ისწავლოთ სიტყვები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება და მალევე გამოგადგებათ ვიდრე რაღაც რთული აკადემიური სიტყვები, რომლებიც 1000 ერთხელ შეიძლება გამოგადგეთ. ისე ხო დავუბრუნდეთ ამ პროგრამას, სადაც ხდება ანალიზი ამ ტექსტის. თქვით არის რაღაც სირთულეს გვიჩვენებს, თავაზობს რაღაც სიტყვებს რო ვისწავლოთ
და აქ ქვემოთ კიდე არის ორი ფუნქცია, რომელიც დაგვეხმარება ამ ახალი სიტყვების გაცნობაში. პირველი ეს არის definitions, ანუ განმარტებები, ამასაც დავაჭიროთ, გვიჩვენებს ამ ცალკეული სიტყვის განმარტებას. ხა ეს პირველი სიტყვა რაღაც არასწორად იცნო, mid-century ეწერა, ეხლა პირდაპირ century გვიჩვენა, მაგრამ დანარჩენი სიტყვები ჩვეულებრივად განმარტა ინგლისურად. ხო, აქვე ბარემ დავაზუსტებ განმარტებას, როცა უყურებთ. პირველ რიგში ჯობია ნახოთ ინგლისური სიტყვის ინგლისური განმარტება. და რა თქვათ, რომ ნახოთ თარგმანი. და მარტივად რო თქვათ, თარგმნა უფრო არის ენის გამოყენება, რაც უკვე ისწავლეთ, ასე ვთქვათ, იმას იყენებთ თარგმნისთვის. მაგრამ სწავლის პროცესში, ვთქვათ, თარგმნაც შეიძლება გამოგადგეთ კი, მაგრამ მაგას ჯობია თქვათ ისევ იმ ენაზე ისწავლოთ, თქვათ, უფრო მარტივი სიტყვები რო გეცოდინებათ, განმარტებების საკითხაც შეგეძლებათ, ან თუნდაც სიტყვები რო დაგუგლოთ და ნახოთ სურათები, მაგალითად ვნახავთ, ანუ ვთქვათ, ვიზუალური ინფორმაციით ეცადოთ გაიგოთ რა არის სიტყვის შინაარსი. ეს თქვათ ზოგადი რჩევის სახით შეიძლება რაც კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში თარგმნა უფრო ეფექტური იყოს სწავლისთვის არ არის გამორიცხული, მაგრამ რაც თქვათ მინახავს რჩევები მოცხოენის სწავლაზე, უფრო თანამედროვე მიდგომა და კვლევებით დაფუძნებული მიდგომა იმას იმითითებს, რომ თქვათ თარგმნაზე უფრო ეფექტური მეთოდებიც არსებობს, ხო? ერთ-ერთი ეგაა, რომ ნახოთ განმარტება. ეს არის ერთი გზა, როგორ შეგიძლიათ ნახოთ განმარტება. მე პირადად პრაქტიკაში ცოტა სხვანაირად ვიყენებ, თქვათ რაღაც სტატიას თუ ვკითხულობ ან რაღაცას რაღაც სიტყვა მინდა რომ ვნახო რაღაც სუბტიტრში რაღაცა სიტყვა ვერ გავიგე, ხო? იმ სიტყვას მოვნიშნავ და აკოპირებ, თქვათ ავიღოთ urbanization და ესეთი გაფართოება, აქ რო ჩავსვათ, გვიჩვენებს ამ სიტყვის განმარტებას და იგივე ლექსიკონია, რასაც Google იყენებს, როცა Google-ში რაღაც განმარტებას რო ეძებთ, მაგას გვიჩვენებს, ხო? აი რაღაც მოკლე აღწერა, შეიძლება მაგალითად ეწეროს, ამ შემთხვევაში არ წერია და ასევე შეიძლება მოვისმინოთ, როგორ უნდა წავიკითხოთ ეს სიტყვა. Urbanization. ეს არის რასაც პირადად ვიყენებ, როდესაც მინდა რაღაც სიტყვის განმარტება ვნახო. თქვათ ეს განმარტება თუ არა საკმარისი. შეიძლება ვერ გაიგოთ რა წერია, ან დამატებითი ინფორმაცია ვნახოთ, აქედანვე პირდაპირ აქ რო დააჭიროთ, გადახვალთ Google-ში და აქ შეგიძლიათ ნახოთ. დამატებითი ინფორმაცია ამ სიტყვის შესახებ. აქ როგორც ხედავთ თარგმანს გიჩვენებთ და ზოგი სიტყვის შემთხვევაში შეიძლება ეტიმოლოგიას გიჩვენოთ, რაც მე პირადად ამ ეტიმოლოგიის ნახვაც მეხმარება, იმიტომ რომ როცა გრძელი სიტყვა, შედგენილი სიტყვა არის, ცალკეული ნაწილის შინაარსის გაგება შეიძლება დაგეხმაროთ თვითონ ამ შედგენილი სიტყვის შინაარსის დამახსოვრებაში. როგორც ვახსენე, ერთ-ერთი გზა არის, რომ ნახოთ სურათები, ახლა define რომ მოვაშოროთ და უბრალოდ მოვწმოთ urbanization და გადავიდეთ სურათებზე. სიტყვა რო არ იცოდეთ, ხო და განმარტება რო ვერ გაიგოთ, შეიძლება თვითონ ამ სიტყვასთან ასოცირებული ფოტოები დაგეხმაროთ ამ სიტყვის შინაარსის გაგებაში. ზოგიერთი სიტყვის შემთხვევაში ეს გაამართლებს, რაც თქვათ, უფრო ასეთი ფიზიკური რაღაც სახწერა არის, ხო? უფრო იქნება სურათები რო გაჩვენოთ რა არის, მაგრამ რაც უფრო აბსტრაქტული იცნება, რაც იქნება, ხო, იქ შეიძლება ესე თვალსაჩინო მაგალითი არ იყოს ვიზუალური. ესაც შეეხება ესე ცალკეული სიტყვის განმარტების ნახვას. და ესე სანამ თქვათ ვიდეოს უყურებ, ერთ-ერთი გზა არის რომ აიღოთ ეს ტექსტი და ნახოთ რა არის ყველაზე რთული სიტყვა, რაც შეგვხვდებათ ამ ვიდეოში, ხო? ასეთ წინასწარ გაეცნოთ. და მე ვიდეოს შემდეგ ნაწილებშიც ვნახავთ აი ესე რამდენჯერმე განმარტების ნახვა, როგორ გვეხმარება დამახსოვრებაში. კიდე ერთი რაც ფუნქცია არის საინტერესო, არის შეგიძლიათ ნახოთ მთლიანად ტექსტი გაფერადებული, ასე ვთქვათ, კოდირებული სირთულის მიხედვით. ახლა რას გვიჩვენებს, ხო, რაც უფრო ღია ფერის არის, უფრო მარტივი სიტყვა არის და მუქი ნიშნავს უფრო რთულ სიტყვას. და როგორც ვახსენე, რთული იგულისხმება, რომ ინგლისურ ენაში ზოგადად უფრო იშვიათად გამოიყენება ეს სიტყვა და პირიქით, რაც უფრო ღია ფერის არის, უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვა არის. ეს ხედი რაში შეიძლება გამოგადგეთ, ხო, აქედან ნახვა ამ ტექსტის, რომ კონტექსტში შეგიძლიათ ნახოთ, სად არის გამოყენებული, ხო, ეს სიტყვა. წინა ხედი რაც ვნახეთ, იქ უბრალოდ ამოკრეფილი იყო რთული სიტყვები. თქვათ mid-century ვხედავთ ამ წინადადებას, რომელშიც იყო გამოყენებული. და ესეც ერთ-ერთი გზა არის, როგორ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ნახოთ რა სიტყვები არის. ქვემოთაც რო ჩავდეთ, უკვე დამატებითი ინფორმაცია კიდე არის, აი ესე ამ სირთული ჯგუფების მიხედვით უკვე ყველა სიტყვა არის, ასე ვთქვათ, მოცემული. ესეც, რა ვიცი, მე პირადად ესე გამოყენება ამის ვერ მოვიფიქრე, მაგრამ შეიძლება ზოგს გამოგადგეთ რამეში ესეც. და ქვემოთ რო ჩავდივართ, უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია არის, სტატისტიკური ინფორმაცია არის ტექსტის შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ვთქვათ, როგორ შეგიძლიათ გაეცნოთ სიტყვებს.
და ერთიც რო დავამატოთ, თარგმანზე თქვი ხო არ არის რომ თარგმნად, მაგრამ თქვა თუ რაც ვარიანტები ვახსენე, იმით ვერ ხვდებით შინაარსს, მაგრამ მაინც გჭირდებათ რომ ეხლა ეს ამ ვიდეოს შინაარსი გაიგოთ, ну ბოლო გზა არის რომ აიღოთ და თარგმნოთ, ხო? ერთ-ერთი ვარიანტია რომ აიღოთ ცალკეული წინადადება, რომელიც თქვა რთული იქნება, თქვა ეს მეწენდება დავაკოპიროთ და უბრალოდ პირდაპირ გამოიყენოთ Google-ის თარჯიმანი, არა იდეალური, მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის გამოსადეგი იქნება. ერთი რაც ამ პროგრამას ცუდი ისე აქვს, რომ რადგანაც ეს ტექსტი რაც არის აქ, ხო, აქ პრობლემები მერე წაშლილი არის, მაგრამ ხო, თვითონ Google-ის თარჯიმანი ხვდება რა ცალკეული სიტყვას თავდება და ესე შეუძლია რომ ჩვენებთ თარგმნით. და აქაც ცალკეულ სიტყვას დააჭიროთ, ქვემოთ აჩვენებს დამატებით ინფორმაციას ამ სიტყვაზე. ისევ ეს გიჩვენებთ ბოლო ვარიანტად მოიტოვოთ, ჯერ სცადოთ ინგლისური განმარტებით ისწავლოთ, ნახოთ სურათი ამ ვიდეოსი, ხო? და მაინც თუ თქვა ვერ გაიგეთ რაღაცა, ან დამატებით კიდე ან კიდე თქვა გადაამოწმოთ თქვენი თავი, სწორად გაიგეთ თუ არა, მე უკვე გამოიყენოთ თარჯიმანი. ეს იყო ფაქტობრივად პირველი ეტაპი. თქვა გავიცანით რა სიტყვები არის, რაც ნახეთ შინაარსი ამ სიტყვების განმარტებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს სიტყვები ვისწავლეთ, ხო? შეიძლება განცდა გქონდეს, რომ თითქოს ეს სიტყვა უკვე ვიცით, მაგრამ თუ ეს სიტყვა არ გავიმეორეთ და არ გამოვიყენეთ უბრალოდ ჩვენს ასე ვთქვათ მეხსიერებაში ეს სიტყვა არ შეინახება. და ახლა მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი გზა, როგორ შეგიძლიათ რომ ეს სიტყვები გაიმეოროთ, გამოიყენოთ და ასე უფრო დაგამახსოვდებათ. ამისთვის ორი აპლიკაცია მინდა შემოგთავაზოთ. ციფრში მიზანი ერთი იქნება ამ ორივე აპლიკაციის, უბრალოდ სხვადასხვა ფუნქციები აქვს ამ აპლიკაციებს და იმის მიხედვით ვის რა გაწყობთ, იმას გამოიყენებთ. ერთ-ერთი ეს არის Anki-Droid flashcards, ვთქვათ, Anki-საც ეძახიან და გეცოდინებათ რაც ბარათების სისტემაც არის, ხო, ბარათების ტიპის აქტივობები. თქვენ თვითონ ამ აპლიკაციით შეგიძლიათ შექმნათ სასწავლო ბარათები. ეგ არის ამ აპლიკაციის თქვათ ძირითადი პლუსი, რომ თქვენ თვითონ ქმნით ბარათებს, თუმცა კი შეგიძლიათ უკვე არსებული ბარათების გადმოწევთ და უშუალოდ ინგლისური ენის სწავლისთვისაც არის რაღაც ბარათები, მაგრამ იმ მეორე აპლიკაციასთან შედარებით ეს ფუნქცია მინდა აღნიშნო აქ, რომ აქ შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ ბარათები. თქვათ შეგიძლიათ აიღოთ იგივე ეს რაც ნახეთ მაგალითი, ხო? Mid-Century, ხო? აიღებთ ერთ ბარათის ერთ მხარეს დაწერთ Mid-Century და მეორე მხარეს შეგიძლიათ დაწეროთ განმარტება, რასაც ნახავთ ლექსიკონში და ასევე უშუალოდ ეს მაგალითი აიღოთ. თუ ლექსიკონებში ზოგადად რაც ზოგადი მაგალითია, ხო? მაგრამ ამ აპლიკაციის პლუსი ის არის, რომ რა მასალასაც სწავლობთ, იქიდან შეგიძლიათ აიღოთ მაგალითები და ისინი შეინახოთ. ციფრში ესაა ძირითადი რაც მინდა მეთქვა ამ აპლიკაციაზე, ცალკე ალბათ დამატებით ფუნქციაზე კიდევ ბევრი შეიძლება საუბარი. ნახეთ, რაც დამატებითი კითხვებით გექნებათ ამ აპლიკაციაზე, მომწერეთ კომენტარებში, მოგეძებნით რაც მასალა, შეიძლება ჩავწერო კიდეც, მაგრამ ინტერნეტში ამაზე უკვე ისეც არის ბევრი ინფორმაცია ამ Anki-ზე, ამიტომ ამ ვიდეოში მეტად გარკვეულ ვფიქრობ არ ღირს. ხო, ახლა ვნახოთ მეორე აპლიკაცია, ეს არის WordUp-ი. ეს აპლიკაცია უშუალოდ ინგლისური სიტყვების სასწავლად არის. ვთქვათ, Anki-ის შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა შინაარსის ბარათები შექმნათ, ხო, არა მარტო ინგლისური ენის სწავლისთვის და იქ მარტო ბარათების სისტემით ხდება სწავლა. WordUp-ის შემთხვევაში უკვე მზარი ეს სია სიტყვების, რომელსაც სწავლობთ და ვთქვათ, ბარათის სისტემა არ არის, რაღაც სხვა ფუნქციებიც აქვს. რაც მომწონს ყველაზე მეტად ამ აპლიკაციაში ის არის, რომ გარდა იმისა, რომ გვიჩვენებს სიტყვის განმარტებას, ახლა ამ სკრინშოტზე არ ჩანს, მაგრამ gumption ხო რაღაც სიტყვა არის, ციფრში არც ვიცი ალბათ დავამატოთ ჩემს სიაში სასწავლო სიტყვების, რაც სიტყვა არის, რაც მე განმარტება ჩანს, რომელიც ამ სკრინშოტზე ახლა არ ჩანს, მე რაც მაგალითი არის ტექსტის და მე უკვე მოდის ეს examples მაგალითები უკვე რეალური მასალიდან. რეალურ მასალაში გულისხმობ რაღაც სტატიებს, ახალ ამბებს, ასე წიგნი იყოს, ან ლექსი იყოს, შეიძლება ასევე იყოს სიმღერიდან, შეიძლება იყოს რაღაც რადიო გადაცემიდან, შეიძლება ვიდეო იყოს, მაგრამ აქ ხედავთ არის აღებული ეს სიტყვა. იპოვა ეს სიტყვა, ეს სერიალი რო არის მეგობრები, Friends, იქიდან სადღაც მონაკვეთი არის და გიჩვენებს უკვე ამ მონაკვეთებს სხვადასხვა ტიპის მასალიდან, რეალურ მასალიდან, სადაც ეს სიტყვა არის გამოყენებული. რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი არის, რომ უფრო ბუნებრივ სიტუაციას აღწერს სიტყვის გამოყენების.
ეს რაღაც საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს, რომ იყენებ რაღაც რეალურ მასალას. ყოველთვის ჩემი გამოცდილებით ამ ორი აპლიკაციიდან ახლა უფრო ამ Word Apps ვიყენებ, როცა რაღაც სიტყვის ინგლისური რთული სიტყვების ნახვა მინდა და რაღაცნაირად უფრო მარტივიც არის, ხო, კანკიში გჭირდება შენ თან რომ დაამატო სიტყვები და ხო, ცოტა სამაცებისთვის არ არის. ზოგადად რო თქვათ, ამოვიდა რომელს გამოიყენებთ და მქონე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ეგ არის რომ გამოიყენოთ, ბოთ ვისაც როგორც გიჩვენეთ რომ ისწავლოთ, ხო, ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ახლა უშუალოდ გამიორებაზეც მინდა ცოტა თეორიულ ნაწილსაც რო შევეხოთ, გადახვევა იქნება ამ პროგრამისგან, მაგრამ როგორც ვნახეთ, ხო, სიტყვების შემთხვევაში რატო მნიშვნელოვანი ზოგი სიტყვა, ხო? ასევე აი ეს space repetition არის ესეთი მიდგომა, რომ დაიმახსოვროთ რაღაც ახალი. ამაზეც მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ, რას ნიშნავს და ხო ისიც მინდა აღნიშნო, რომ ეს ამ ორივე პროგრამაში ეს მიდგომა არის გამოყენებული, რომ უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად ისწავლოთ ახალი სიტყვები. Ну, ძირითადი რაც აზრი არის ამ მიდგომის, ამ ფენომენის, რაც ნაკვლევი არის, რომ გამიორება ცოდნის დედა. Ну, вот так ეს აი მნიშვნელოვანი რომ ნაკვლევი არის და ასევე ნახეს კვლევარებმა, რომ როგორ შეუძლია რომ გავიმეოროთ, რომ რაც უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი დრო და უფრო სწრაფად ვისწავლოთ, ხო? და ამის აღწერისთვის რაც ერთ-ერთი გრაფიკი მინდა გააჩვენოთ ამ ფენომენის აღწერის და აქ რას ხედავთ, რომ თქვათ პირველი დღე, ხო, day 0, როდესაც რაღაც სიტყვას ვისწავლით, აი თქვათ ეს ისევ ამ ტექსტს რო დაუბრუნდეთ. სად იყო? გონი ეს ხო? ხო, mid-century. თავშოთ ეს სიტყვა დღეს გავიგონე, ხო? და ამ დღის მე თქვათ თუ არ გავიმეორე ეს. გამიორებაში გულისხმობ ორ რაღაცას, თქვათ მიზანმიმართული სწავლა, თქვათ ეს აპლიკაცია სადაც შევინახე, ხო? ეს სიტყვა, ხო, დამავსდა მე თქვა ამ აპლიკაციაში, გარდა იმისა, რომ სიტყვები არის უკვე, რასაც რითაც სწავლობთ, თქვენ თვითონაც ესეთი ძებნის ფუნქცია არის, სად არის, ხო, რაღაც ეგეთი ძებნის ფუნქცია, მოწერმით სიტყვას და დაამატებთ სასწავლო სიტყვების სიაში. ამაზეც ახლა დიდად არ შევჩერდი ძირითადი რაც იყო პლუსი ის ვახსენე, რაღაც რეალურ მაგალითებს აჩვენეს, მაგრამ ესეც ხო ამაზეც შეიძლება ნახოთ ინტერნეტში დამატებითი ინფორმაცია და რამე კითხოთ გექნება თავისუფლად მომწერეთ კომენტარებში და ესეც დავაზუსტებ. გადავხვიე ახლა თემას, რომ დავუმბრუნდეთ ამას, ამ space repetition მიდგომას. თქვათ ეს mid-century, ხო, ერთხელ დღეს შემხვდა, მანამდე არ გამიგია, არ გამიმეორებია, არც თქვათ მიზანმიმართულად გამიმეორე, არც თქვათ სადმე, რასაც სხვა ინგლისურ მასალას რო ვეცნობი, არც იქ არ შეხვდა და ეს მრუდი, ასე თქვათ, ასახავს იმ დავიწყების პროცესს, ხო? ანუ უცებ ხდება ამ სიტყვის დავიწყება. ტვინია, ყველათ რაღაც ინფორმაციას აინახავს, ხო? მარტო ერთხელ თუ ხდება რაღაცის გაცნობა, სწავლა, ის უფრო რაღაც სწრაფად გავიზრდება, მაგრამ ყოველ ჯერზე ყოველი შემდგომი გამეორებით ეს დავიწყება უფრო ნელდება, ანუ უფრო მეტი შანსია რომ დაგვამახსოვდეს. და ეს მიდგომას მაგას გვეუბნება, რომ რაღაცას თქვა დღეს თუ ვისწავლით, ყველაზე კარგი დრო გამეორებისთვის არის რომ იყოს მალევე. მაგალითად ეს შეიძლება ისე ხვალ გავიმეორო, ხო, ეს სიტყვა ვნახო ამ სიტყვის განმარტება თავიდან, შემოწმოთ ჩემი თავი მახსოვს თუ არა, ან ზეგ ვნახო. და თქვათ რომ დღეს რაღაც ვისწავლე, ხო, ახალი სიტყვა და მე ერთი კვირის მერე შემოწმოთ ჩემი თავი. არა. ანუ ესე უფრო ნაკლებია შანსი, რომ აღვიდგინო მეხსიერებიდან ეგ სიტყვა. და ესე ანუ დღეს რაღაცას ვისწავლით, მე მალე უნდა გავიმეოროთ და მე უკვე აქ რაც საინტერესო არის, რომ არ გვჭირდება ესე ყოველდღე რაღაცის გამეორება. მეორე გამეორება უკვე შეგვიძლია თქვათ 5 დღის მერე იყოს, ან 7 დღის მერე იყოს, ხო? თქვათ მესამე გამეორება უკვე 2 კვირის მერე და ასე შემდეგ. და ეს მიდგომა ისე რომ ნელ-ნელა ვზრდით ინტერვალებს გამეორებებს შორის, კვლევებმა აჩვენა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა რაღაცის დასწავლისთვის, იმისთვის რომ გრძელვადიან მეხსიერებაში გადავიდეს და ამით ასევე ხდება დროის დაზოგვაც, ხო? უფრო მეტ დროს და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ყოველ დღე რაღაც გავიმეოროთ, ხო? და ეხლა ეს მარტო სიტყვა ხო არ არის. ყოველ მეორე დღეს რაღაც ახალ სიტყვებს ისწავლეთ და ესე ყოველ ჯერზე ათობით და ასობით დამატებული ახალი სიტყვაც რო გავიმეოროთ, ფიზიკურად უბრალოდ შეუძლებელი იქნება. და ეს მიდგომა მაგას გვეუბნება, რომ რაღაც ბალანსი შეგვიძლია ამაში დავიჭიროთ, ხო, რომ თან რომ დაგვამახსოვრდეს, თან რომ ზედმეტად ბევრი დრო და ძალისხმევა არ დავხარჯოთ. ისე მარტივად რომ შევაჯერო, ძირითადი პრინციპი ამ მიდგომის ის არის, რომ რაღაცას ერთხელ რომ ვისწავლით, პირველად გავეცნობით უფრო სწორად, მერე ამის გამეორება უნდა მოხდეს მალევე და მერე ნელ-ნელა შეგვიძლია გავზარდოთ ინტერვალები გამეორების. ხა ისევ ჩვენ პროგრამებს დავუბრუნდეთ, ეს Anki და Word Apps, ეს ორივე აპლიკაცია, ეს მიდგომა არის ჩადებული თვითონ სისტემაში.
თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომელიც სიტყვის გამეორებას როდის უწევს დრო. თვითონ პროგრამაში აჩადებული, რომ თქვა დღეს ეს სიტყვა ჩავმატე ხო სისტემაში, გითხავს რომ მოდი ეს გაიმეორე 2 დღის მერე, მე რო გავიმეორებ მე თქვა 4 დღის მერე და ასე შემდეგ. ხან დღეების პირობითად ვიძახი შეიძლება ზოგან პირველი გამეორება იყოს მეორე დღესვე ან მესამე დღეს, მაგრამ ისევ ძირითადი რაც მინდა აქედან რომ დაიმახსოვროთ, ეგ არის რომ რაღაცას რომ პირველად გაეცნობით, პირველი გამეორება მე უნდა იყოს მალევე და მე შეგიძლიათ ესე ინტერვალები გაზარდოთ. ხო, პრინციპში ეს არის ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეოში, როგორ მოემზადოთ რაღაც ახალი მასალის გაცნობისთვის, ამ შემთხვევაში როგორ მოემზადოთ რაღაც ვიდეოს საყურებლად, მაგრამ როგორც მიხდებოდი, შეიძლება ეს სტატიაც იყოს, ხო, ასე ტექსტს ჩააგდებთ, გაანალიზებთ და ესე მიყვებით. რაც შეეხება შეჯამებას, ხო? ისევ ხო, ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ვიდეოს ვუყუროთ. ვიდეოს ნახვას გიჩვენებთ იმის მე, როდესაც პირველად გაეცნობით ტექსტს, ხო, ეს ანალიზს გააკეთებთ, ნახავთ რთულ სიტყვებს, გაეცნობით მათ შინაარსს, ხო? და ამ გაცნობის მერე უკვე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს. შეიძლება სასურველი იყოს მაშინვე, შეიძლება იყოს თქვათ მეორე დღეს, მაგრამ ძალიან გაწელვას მგონი არ ღირს. ისევ ის მიდგომა რომ მოვიშველიოთ ხო space repetition-ასაც გულისხმობს რომ პირველი გაცნობა რა იქნება ხო, ანუ ამ პროგრამით შეხედავთ, ნახავთ განმარტებებს და უკვე გამეორება ხო ფაქტობრივად გამოდის რომ ვიდეოს რო უყურებთ იქნება პირველი გამეორება. ამიტომ რაც მალე იქნება მეტ უკეთესი. და მე უკვე მეორე და მესამე და შემდგომი გამეორება პროგრამებში თუ დაამატებთ, რომელიმე პროგრამაში რო დაამატებთ ამ სიტყვას, თვითონ პროგრამა მე შეგახსენებთ ამ სიტყვებს და ესე ნელ-ნელა გადავა სიტყვები გრძელვადიან მეხსიერებაში. კარგი, ეს იყო სულ. ბოლოსაც მინდა გთხოვოთ, ვინც გამოიყენებთ ამ მიდგომას, ან რომელი პროგრამას ვინც გამოიყენებთ, საინტერესო იქნება რამდენად გამოგადგებათ ეს, ასე რომ კარგი იქნება თუ მოგწევთ უკავშირ, შეგიძლიათ მოგწევთ აქვე ვიდეოს კომენტარებში, ან შეგიძლიათ მოგწევთ ამ ჩვენს ინგლისურის პროექტის გვერდზე, რატომ ინგლისური ესე ქვია, და ამ ვიდეოს ამით დავასრულებ.